დიდი მადლობა ჩვენი მიღებისათვის. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი. მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი ოჯახი ვცხოვრობ სამხედრო ცხოვრება. ისინი ჩვენი შეიარაღებული ძალების რადგან ჩვენს ვაჟკაცობა ძველთაგან მომგონს. როგორც კიცება ყველაზე კარგად ხდება სწორედ იქ, სადაც დღეს ცხელი წერტი თქვენი გადაწყვეტილების შესახებ და რა ვითარებაში მიიღეთ ეს გადაწყვეტილება. სულ არ იცოდნენ მე ავღანეთში რო ვიყავი. რო სამწუხარო თემა ისაა, რომ ტელევიზორიდან გაიგეს, როცა უკვე რაც მომივიდა. ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩვენ შეხვედრა გქონდა დღეს სართიჭალაში უფროს კლასელებთან. ამ სკოლაში ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ვიყავით და შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ნატოსთან ურთიერთობებზე, ჩვენი სამხედროების ავღანეთის მისიაში და სხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას და უფროს კლასელებს ჰქონდათ ძალიან საინტერესო კითხვები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგვეყვანათ უშუალოდ სამშვიდობო მისიებში მონაწილე და ჩართული ჩვენი ჯარისკაცები, ვინც ყველაზე კარგად გასცემდნენ პასუხს, რატომ არიან ისინი იქ, სადაც საქართველოს ჭირდება და საერთოდ რას ნიშნავს იყო საქართველოს ჯარისკაცი. დღევანდელი შეხვედრა ამას ემსახურებოდა და საერთოდ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ასეთ შეხვედრები, რომლებიც ემსახურება ახალგაზრდებში მომავალ თაობაში პატრიოტიზმის გაზრდას, мотиваციის გაზრდას და ჩვენი სამხედროების სამოქალაქო პირებთან ურთიერთობის და თანამშრომლობის გაძლიერებას. შეხვედრამ ძალიან სასიამოვნო ჩაიარა. ჩემთვის პირადად და ჩემი მეგობრისთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო ბავშვებთან ერთად საუბარი, სასიამოვნო იყო ბავშვების აზრის მოსმენა, შეკითხვების გაგება და პასუხის გაცემა, რადგან გავიგეთ ასე ვთქვათ ჩვენს უფრო პატარა თაობას რა აინტერესებს, რასთან არიან დაკავშირებული და რა მიზნები აქვს და როგორ უნდა ამ მიზნების გახორციელება. ჩვენ ჩვენს გავიცით ამ უწურავი პასუხები და სასიამოვნო იქნება თუ ხშირად ჩატარდება ესეთი კვირეულები ასე ვთქვათ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ასეთი ღონისძიებები ხშირად ჩატარდეს, რათა საზოგადოების აზროვნებამდე დავიდეს თუ რას წარმოადგენს ქართული ჯარისკაცი და რისთვის იბრძვის და რა მიზანი აქვს ცხოვრებაში. სხვათა შორის ამ შეკრებაზე ყველაზე მეტად ის კითხვა მომეწონა, რომ დაისვა კითხვა მიდიან თუ არა ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ფულის გულისთვის, არ მიდიან. არ ხდება ასე და ჩვენ გვიყვართ ჩვენი სამშობლო, ჩვენ გვაწუხებთ ჩვენი პატრიოტიზმი და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველა იმ ჯარისკაცების და მინდა მოვიკითხო იქ ვინც არის და წარმატებები უსურვო. დღეს ჩვენ შეხვდნენ სამხედროები, რომელმაც ჩემზე წარუშლელი კვალი დატოვა და ეს დღე ყოველთვის მე მახსოვება. მე მათ დაუსვი მათი ოჯახების შესახებ და მათგან ამომწურავი პასუხი მივიღე. თუ რას ფიქრობდნენ მათი მშობლები მათზე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა ის მშობლები, რომელმაც ესეთი გმირი ახალგაზრდები გაგვისარდა.